რა მდგომარეობამდე მივიდა, ესე იგი, ეს პოლიტიკური მიმდინარეობა. მათ ყველაფერი დაიყვანეს სისხლის კონცეფციამდე. ანუ ჩვეულებრივად ნაცისტურ, ესე ვთქვათ, დოქტრინაში იყო ესეთი შეხედულება, თუ ადამიანი არის აი ნორდიკული, არიული რასის წარმომადგენელი, ის არის სრულფასოვანი და ვინც არ იყო, იმათ თვლიდნენ არასრულფასოვან ადამიანებად, ანუ უნტერმენშებად. ანუ სად იწყება მარაზმი აქ, ხო? სად იწყება აი ეს არანორმალურობა იდეოლოგიური, რომელზეც ყველა იდეოლოგიასთან მიმართებაში გესაუბრებით ხოლმე. საქმე ის არის, რომ ადამიანი არ არის მარტო ბიოლოგიური არსება. მორწმუნე ხალხი თვლით, რომ მასში არის სული, მაგრამ აი ეს რწმენა რო გვერდზე გადავდოთ და სუფთა აი ისე არარელიგიური პრიზმიდან უყუროთ, როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანი ბიოლოგიურის გარდა არის ინფორმაციული არსება. ანუ პირობითად მე როცა დავიბადე აქ საქართველოში აი 2 დღის ახალდაბადებული ვიღაცას რო ავეყვანე სამშობიარო სახლიდან და სადღაც პაპუა ახალი გვინეის რაღაცა ტომში რო დავეტოვებინე იქაურებთან, ხო? მე გავიზრდებოდი იმ ტომის წარმომადგენლად, თუ სრულფასოვნად იქ როგორც ტომის წევრს გამზდიდნენ. იმიტომ რომ იმ საინფორმაციო კულტურულ სივრცეში მოხვდებოდი. და აი ეს ფაქტორი რომ ადამიანი დიდწილად არამხოლოდ ბიოლოგიური არსება, ანუ ჩვენ რო რაღაცა ეთნოსი, ქართველები აქ ცხოვრობთ, მარტო ეგ კი არ განსაზღვრავს, არამედ ის საინფორმაციო, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული კოდი, რომელსაც ქმნიან ჩემ გარშემო მაცხოვრებელი სხვა ქართველები და რომელშიც მე ვიზრდები, ეგ გადავიდა მეორე პლანზე და ამათ ყველაფერი დაიყვანეს სისხლის ფაქტორამდე. და რო დაიწყეს დაუშვათ რაღაც თავის ქალის ზომვა, რაღაც იმის გამორკვევა, რომ აი შენ ნაღდათ გერმანელი ხარ თუ არა, ეს იყო რაღაცა სოციალ-დარვინისტური მიდგომა, მათ ჩათვალეს, რომ ყველაზე ადაპტირებული და ყოჩაღი რატომღაც, არ ვიცი რატო, იყო ეს ნორდიკული რაღაცა არიული რასა და ამის ბაზაზე დაიწყეს მერე თავისიანის და არათავისიანის გარკვევა. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ აი ვინც აი რო იყო რომ ქართველი ნაცისტები რას ჩალიჩობენო. თქვენ თუ იცით ნამდვილი არიელები ვინ არიან ძირფასო მაყურებლები. აი გერმანელები რო დარბოდნენ და ვინ არის არიელი, მაგას რო არ ყვევდნენ. აი მართლა არიელი ვინ არის თუ იცით. მირანელები. ანუ აირან არიელები არიან ეგენი. ანუ საკუთარი თვით დასახელება ირანის და ირანელი ხალხის არის. ანუ ირანელები გამოდიან არიელები და საერთოდ შორს არიან ირანელები იმ ეტალონისგან, რომელსაც ეგ გერმანელი ნაცისტები დაძდევდნენ. ახლა ირანში ქერათმიანი ცისფერთვალება ხალხის მოზღვავებას ვერავინ ვერ აფიქსირებს, გაგიკვირდებათ და ვინმემ რო ჩათვალოს, რომ აი ადრე იყვნენ ეგეთები და მერე სხვანაირები გახდნენ, მანდაც იმედი უნდა გაგიცროთ, იმიტომ რომ რაღაც 1000 წლოვანი ისტორია აქვს ირანს და ფრესკები არის ჩვეულებრივად შემონახული და არც 2500 წლის წინ მოძრაობდნენ მაგვიდზე, რასაც ასე ვთქვათ, ავსტრიელი მხატვარი დაძდევდა გერმანიაში. ამიტომ ბევრი რაღაცა საკმაოდ ისეთი პროფანაცია იყო სუფთა ობიექტურად რა. ანუ რატო გადაწყვიტეს, რომ არიელები იყვნენ ეს ნორდიკული, მაგას ცოტა ხანი თავი დავანებოთ. მაშინ ჩვეულებრივად ირანელები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ გავაგრძელოთ, ხო? სისხლის ფაქტორი აბსოლუტში აყვანილი დადის მერე მარაზმამდე. ანუ ადამიანი, რომელიც აი წარმოვიდგინოთ მაგალითად რა, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება შენი სამშობლოსთვის შრომობს, კულტურულად შენი სამშობლოს წევრია და რო გაირკვეს, რომ ამაში რაღაცა
ეთნიკური კუთვნილება სისხლი არის რაღაცა სხვა ერის. ოღონდ აი თლიანად მაგალითად ვიღაცა თლიანად ქართველია, შეგნებით ქართველია, ცნობიერებით ქართველია, კულტურით ქართველია, ომი რომ მოხდეს საქართველოსთვის იომებს და გავარკვიეთ რომ რაღაცა ბებია ყავდა, რა ვიცი, თურქი. ან გავარკვიეთ რომ რა ვიცი, დედა ყავდა ირანელი. ეგ არის თუ არა ქართველი, ხო ჩდება ეგეთი კითხვა. და იმ იდეოლოგიის პასუხის ასახეთ იყო რომ არა. თავარი არის სისხლი. და მან სინამდვილეში ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომ კაი, აი სუფთად რომ აი სუფთა სისხლის ქართველი რანაირად უნდა გავარკვიოთ ვინ არის. აი მაგალითად ვიღაცა ბაგრატიონი რო ვიპოვოთ, რომელიც აი დავით აღმაშენებლის პირდაპირ შთამომავალია. ოღონდ ქართულ კულტურის მატარებელი არ არის, საქართველოს ცოტა ფეხზე კიდია. არც ევასება აქაურობა. ეგ ქართველი არის. და მეორე, აი მე მაგალითად მაგ თეორიას ვინც ატარებს ხოლმე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ეგეთ კითხვის დასმა, რომ აი ეგ ეტალონური ქართველის სისხლის ადაგაკ, რომელსაც დანარჩენები უნდა ადავრო, ხო? ანუ სადმე ფარნავაზ მეფის რაღაც გენოტიპი გაქვს, ცალკე შენახული მარტო შენ რო იცი თუ ანუ ეგ რანაირად ხერხდება, ხო? ანუ სისხლის ფაქტორი, ეთნიკური კუთვნილების ფაქტორი არსებობს მართლა. ოღონდ ყველაფრის მაგამდე დაყვანა იწვევს იმ შედეგებს, რაც გამოიწვია გერმანიაში. კიდევ ერთხელ ჩემიანის და სხვისიანის გარჩევის ამოცანა ობიექტურად მართლა დგას. ქვეყნები, რომლებსაც მაგ ამოცანის გადაჭრა ვეღარ უხერხდებათ ხოლმე, ცუდ დღეში ვარდებიან. მაგრამ ასევე ქვეყნები, რომლებიც ზედმეტად ჭედავენ მაგაზე და არავის ინტეგრირებას აღარ განიხილავენ და საკუთარი თავის შიგნითაც ერთმანეთს დაძდევენ და რაღაცა ალქაჯებზე ნადირობას აწყობენ, ისინი სუსტდებიან. და აი ეგ ობიექტური მარაზმი იყო, რაც მოხდა. რის გამოც აი ნაციონალი დღემდე აი ესეთი შავი დამღა დაასვეს და უიდე და როგორ შეიძლება ნაციონალიზმები, ფაშიზმები ხართ თქვენ და ნაცისტები ეგეთი ტექსტები რო არის. თავიდან ბოლომდე მოხდა, იმიტომ რომ ვიღაცები თავის დროზე მარაზმში გადავიდნენ. ერთ-ერთი ძალიან ისეთი აქტუალური თემა არის ხოლმე მაგაზე რო განიხილავენ, რომ აი ნაციზმი თუ ფაშიზმი, ფაშიზმი თუ ნაციზმი და აი მაგაზე რო აპელირებენ, რომ აი მე რაღაც ფაშიზმი, ნაციზმი და ამ შემდეგ და ვის რა ევასება და რა მხარესაა და ამ შემდეგ, ხო? ნუ მან რა თქმა უნდა არის რაღაცა განსხვავებები. ფაშიზმი იყო იტალიაში, მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა, მე შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალ სოციალიზმი იყო გერმანიაში. რა არის მან ესეთი მარკერი, ხო? ნუ გააჩნია ვის ეკითხები. სხვადასხვანაირი დეფინიცია აქვს მაგალითად ფაშიზმის. თუ შენ აი ესეთი მემარცხენე სკოლის წარმომადგენელს ეკითხები მაგალითად, აი საბჭოთა დეფინიცია, მემარცხენეების დეფინიცია ეგეთი იყო, რომ ფაშიზმი იყო ყველაზე მარგინალური კაპიტალისტური ფენის ტერორისტული დიქტატურა. ანუ საბჭოთა მიმართულება ხსნიდა ეგრე, რომ აი რაც კი ტოპ, ასე ვთქვათ, კაპიტალისტები იყვნენ, ყველაზე დიდი ესეთი წარმოებელი და ასე ვთქვათ, ანუ ფინანსური ელიტა, ის თუ აი ამ რაღაცა ფორმალურ კანონმდებლობას ფეხზე იკიდებს და სრულ დიქტატურაში გადადის, მაგას ეძახდნენ მემარცხენეები ფაშიზმს. ლიბერალს რო კითხო, ის პირიქით შემოტრიალებს, რომ ეგ არის უბრალოდ რაღაცა ნუ დიქტატურას აღგიწერს რა. ანუ ვიღაცა ტიპები მოვიდნენ, მოაჯდნენ თავზე, ყველა განსხვავებულობა გაანადგურეს, ყველას თავში რაღაცა ურტყეს და ყველაფერი რაც არის, ანუ ნებისმიერ ავტორიტარიზმი ფაქტიურად ტოლობის ნიშანი არის ფაშიზმთან ლიბერალისტვის. ობიექტურად აი ფაშიზმი მაგალითად იტალიაში საიდან წამოვიდა? ხო, წამოვიდა ნოსტალგიიდან გარდასულ კარგ დროთა
შეიძლება ესე ითქვას. ხო, ანუ მუსოლინს მაგალითად რა ფეტიში ქონდა, რაზე იყო ორიენტირებული, რომ აი რომის იმპერია მაგარი იყო ძმაო და მოდი იტალია ისევ რომის იმპერიას სტაილ გავაკეთოთ იტალია. მაგალითად, ვინც ხართ რომში ნამყოფი, აი რომ მიდიხარ დაუშვათ ათვალიერებ იქ რომის ფორუმია, კოლიზეუმი და არის ვენეციის მოედანი. ვენეციის მოედანზე მაშინდელია ეს მაგ პერიოდის აშენებული, ამ საკმაოდ ახალი აშენებული, უზარმაზარი ესე თეთრი მარმარილოს ანსამბლი არის არქიტექტურული. რომელიც ჩაფიქრებული ქონდა მაგ ხალხს, რომ აი რომის იმპერიის დიდება აღვადგინეთ ხალხო, ეგ შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა. და ფაშიზმი ტერმინი მაგალითად საიდან მოდის, ხო? ფასცია ეგრე ერქვა ძალიან კონკრეტულ ნივთს. რომის იმპერიაში კონსულებს ხო ირჩევდნენ, ანუ უმაღლესი მმართველები, თანამდებობის პირები. მათ დაყვებოდნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც ხელში ეჭირათ ნაჯახი, რომელსაც ტარზე ქონდა შემოკრული ესეთი წკეპლების კონა. რისი სიმბოლო იყო, რომ ამ კონსულს ქონდა დასჯის ესე თქვათ უფლებამოსილება მინიჭებული, ანუ წკეპლა თუ გადაგიწყვიტა რომ გაგროზგონ, გამოაძრობდნენ აქედან და გცემდნენ, თუ ჩათვლიდა რომ საერთოდ სიკვდილით ახარ დასასჯელი, გამოაძრობდნენ ნაჯახს და მოგაჭრიდნენ თავს. და ეს იყო ფასცია და აქედან წამოვიდა სიტყვა ფაშიზმი. ანუ მუსოლინის ცნობიერებაში აი ეგ წესრიგი ანუ ის ცოტა ჟარგონი რო ვიხმაროთ, აი პარიადოკიში მოვიყვანოთ ყველაფერი განწყობა და ძველი კაი დროის გარკვეული ნოსტალგია გახდა დრაივერი. მაგაში ალბათ რაღაცა კუთხით აი კონსერვატიული იდეოლოგიის მარაზმში გადასulis ელემენტებიც არის მანდ. გაჩნდა ფაშიზმი და ეგ მერე თუ გადაილინკა სისხლის ფაქტორზე, ეგ არის უკვე გერმანიაში რაც არის ნაციზმი.